მოგესალმებით. ესეთ ეს გადაღება ასე არ უნდა იყოს. მაგრამ რაც ტელევიზორია თან არ ხსე რომელზეც ამას ვდებ. დიდი ხანი არაფერი არ დაიბო, მგონი 1-6 წელი ბოლოს 2019-ში. თოჩ. ხო, რაღაც მასე იყო ბოლო ეპიზოდი რა. ისიც იყო რაღაც გეიმინგ თამაში. CS:GO სპონჩი იყო რაღაც თამაში, აღარ მახსოვს სახელი, მაგრამ თქვენ მახსოვებთ რა ვიახწევ მოყოლებული მისხართ. ხო. იმედია ჩემი ხმა ბოლომდე მოწესრიგებულია. ახლა რა ადგილასაც ვიღებ წეს და ქარ უნდა გადამეღო, მაგრამ მეორე რამე მოხდა, მე გადავწყვიტე რომ მეთქი ახლა ესა და თავიდან მქონდა კაი ადგილი გამზადებული, მაგრამ მე ისე მოხდა რომ გავცივდი. ხო და რადგან გავცივდი სასახლე ვერ გავიდოდი, მომწე აქ ჩაწერა. და მაგრამ ეგ არაფერი. კაი, ახლა რაც ყველაზე მთავარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ნელა ყველაფერს მივყვეთ ეტაპობრივად. კაი, პირველი დავიწყოთ. რატომ აღარ ვაქტიურობდი ამ არხზე? მიზეზი არის უბრალოდ ის, რომ ტელეფონი გამოვცვალე. ტელეფონი გამოვცვალე იმ პერიოდში არ ვიცოდი როგორ აღმედგინა ძველი აკაუნთი. ახლა ხო ვიცი და აღვადგინე და მქონდა სხვა არხი საერთოდ. იმ სხვა არხზეც ჩემ დათავად გეიმინგს ვიღებდი. რა თქმა უნდა, რა უნდა მეკეთებინა სხვა, მაშინ ბიჭო და რომ გადამეღო მე როგორც ვითარდებოდი რეალურად და რეებსაც ვაკეთებდი. ყველაფერი გადამეღო ალბათ ბევრად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა რომ მავიწყდება ხშირად რაღაცების გადაღება რა და რაღაცების გადაღებაზე კიდე აი მაგ ეგეთ მომენტი ხშირად რომ აი რაღაცა მომენტი ხდება რა, მაგრამ ეს მომენტი რომ დასაწყისიდან ვერ გადავიღე, იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ ეგრე მოხდებოდა, ან დასაწყისში არ გამახსენდა რომ გადამეღო. ან წინასწარ თუ არ მობილიზებული რომ აი ეს ახლა ვლოგს ვიღებ და ეს ჩავწერო და რაღაცა დღის ვლოგი თუ არა, მოვიწყდება ხოლმე რა. და მაგ 3 ვლოგი ჩაწერილი, ახლა კიდე ერთს ვიღებ და ეს ვლოგიც ამ არხზევე დაიდება რა, სადაც ეს პოდკასტი დაიდება. ვლოგი დავიწყე, მაგრამ ახლა ახალი ვლოგი რომელსაც ვაკეთებ, 3 ვლოგი მაქვს ამჯერ გადაღებული, ერთი კიდე გადავიღებ რა ის წაიშალა, ჯამში მაქვს 5 ვლოგი გადაღებული, თუ არა 6. უბრალოდ ბოლო ვლოგი წაიშალა და მხოლოდ 5 ვლოგი დარჩა რა. წაიშალა რა პირადული შევინახე. კაი. ახლა შემდეგი კითხვა. კიდე რა კითხვებია? ხო, ამდენი ხის მანძილზე მყავს თუ არა შეყვარებული? კი? ყავს. ლუნა ქვია. მეც არაფერს არ ვიტყვი. ნაცნობსაც კი არ გავასაინჯერა, რატომ მოუყო ვიდეოში ეგ. ხო, კიდე ახალი სიახლეები, ახალებები რაც არის ის რომ დაიბომბა ყველა ამერიკული ბაზა და ყველა ამერიკული ბაზა დაიბომბა იმიტომ რეალურად რომ მოკლეს აიათოლა ალიმ ხამენეი. ხო სწორია, ხო. მოგეთეს ალიმ ხამენეი რომ მოკლეს, იყო არასწორი გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკურად, ისე რელიგიურად რა. და რატო იყო პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება? ყველა ამერიკულ ბაზას დაარტყეს. კი ახლა ამერიკისთვის არც დიზაინერი და მალე აღადგეს მაგას, მაგრამ რეალურად ეგ ურტყავს პირდაპირ ამერიკის ავტორიტეტს, რომ შეჩიც, იქაც, ყველგან დაიბომბა ამერიკული ბაზები რა და ანუ ეგ უკვე ავტორიტეტზე ურტყავს. და მანდ არის კარჩე ეგეთი რაღაცა მაქვს მე მოსმენილი, რომ ტრამპამდე რა ქვია, ამერიკას და ირანს ჰქონდათ შეთანხმება და ირანის რა ქვია, ურანის 90%, არა 80%, 80-90 რა, ზუსტად არ მახსოვს რა, როგორი 90% ყიდულობდა ამერიკა. ანუ ამერიკა ყიდულობდა ირანის 90% ურანის. მაგრამ მე ტრამპი რომ მოვიდა, გადაწყვიტა რომ არ ჭირდებოდა ირანული ურანი და მე დაიწყო ირანმა აქტიურად ნავთობზე მუშაობა და უფრო მეტად ატომური იარაღზე წავიდა მე რა, ანუ ეს ურანი რომელიც აღარ გაქონდათ და ამერიკის გარდა მსხვილი შეწყვილები ამ ურანის არ იყო თითქმის არავინ, მე რუსეთთან გააფორმეს რაღაც ხელშეკრულება, ჩინეთთანაც, მაგრამ მაინც რა ურანის დიდი ნაწილი რჩებოდა თვითონ ირანელს და პარე მოდი ატომური იარაღი შევქონათ და დაიწყეს მუშაობა. მაგრამ არაფერი არ გამოუვიდეთ. ქვია იმის პრეზიდენტის იძახის, ქვია ებრაელების პრეზიდენტის იძახის, რომ ატომური იარაღს დაამზადებენ დღე-დღეზეო და იძახენ 40 წელია. 40 წელი კაცი იძახის, რომ ახლა ირანს ატომური იარაღი შეიძლება ქონდეს, ჩვენ თუ მალე არ ვიმოქმედეთ და 40 წელზე ერთი ატომური ქობრიც ვერ დაარსდეს. ბიჭო, მაგის, კაროჩე. სტილ უფრო ცენზურა არ დავრღვე, იმიტომ რომ ამ არხზე არ არიან მიჩვეული მაგას.
იმ ჩემ მეორე რახზე კი ბატონო. მოკლედ იმის დაარწმუნდი არა პირდაპირ ვიტყვა იმის დედავატირე ძმო რა ქვია ჩრდილოეთ კორეასაც კი აქ ატომური ბომბი წყალბადის მაგრამ ხო აქ ნუ ახლა წყალბადის ატომური ბომბი რეალურად ახლო იმაზე მუშაობს და საბჭოთა კავშირის დროს გააკეთეს ჯერ კიდევ მაგრამ მე რა ხო აქვთ და ირანს რატო არ აქვს მაგათი დედავატირე რატო ცეზორისთვის ბოდის შეს ტუები დაადე ხო ტუები დაადე ხო მომისვინე მე რა ხდება რამდენი ქვეყანას აქვს და ჩრდილოეთ კორეას აქვს როგორიც 91 წლამდე გააკეთეს ატომური იარაღი თან წყალბადის ატომური იარაღი ნიშნავს რომ ეხა ჩრდილოეთ კორეა და პირდაპირ ამერიკას ვერ ხეთქებს რა ანუ ევროპას პირდაპირ ვერ ჩაუგდებს ბომბს რაღაცები მაგრამ ნუ ახლო დისტანციაზე ვინც ყავს რუსეთი ჩინეთი სამხრეთ კორეა იაპონია ინდოეთამდე მგონი ჩავა რა თავისუფლად ანუ რო რამე წყალბადის ატომურ ბომბსაც შეუძლია რომ მთელ პლანეტა გაანადგუროს. ხვდები? და საქართველოს ატომური იარაღის პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენეს. ანუ როგორ ვთქვა, ჰქონდა რა რეალურად, ანუ საბჭოთა კავშირში როცა ვიყავით, კი ახლა ვიცი რომ ბევრს არ უყვარს საბჭოთა კავშირი, მაგრამ რაც სიმართლე უნდა ითქვას, როცა საბჭოთა კავშირში ვიყავით, ძალიან დიდ რესურსებთან ჰქონდა წვდომა ქართველებს. აი ქართველებს, რუსებს კი არა, ქართველებს. იმიტომ რომ ხო და აი ეგეთ რაღაცები იყო რა და მიუხედავად იმისა რომ საქართველოს თავისუფლად ჰქონდა პოტენციალი საბჭოთა კავშირის დროს, იმიტომ რომ ბევრი მეცნიერი იყო ქართველი, სამწუხაროდ არ ჩაიწერა ეს წეღარაც ველაპარაკე, მაგრამ არ აღშევს. მოკლედ საბოლოო ჯამში საქართველოს შეეძლო საბჭოთა კავშირის დროს 91 წლამდე შეეძლო რომ ქონდა ატომური იარაღი. უბრალოდ მაშინ ამაზე არავინ არ ფიქრობდა რა, იმიტომ რომ ვიყავით ერთიანი ქვეყანა და ეხლა ერთიანი ქვეყანა ვართ და საბჭოთა კავშირის ისედაც ქონდა ატომური იარაღი. საქართველოს ატომური იარაღი რაღაც გვინდაო რა და აღარ შეინახეს. არა და უკრაინაში ანუ იყო უამრავი რუსეთმა საბჭოთა კავშირის დროს, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ატომური იარაღის დიდი ნაწილი შეინახა უკრაინაში. ხო და აი ეს ყველაფერი მე საბჭოთა კავშირში დაიშალა. ეს ატომური შეიარაღება უკან გაიტანა რუსეთმა, ხო? გაიტანა როგორც დიდი მოლაპარაკებები დაჭირდა მაგისთვის. და მთელი მაგ დროის მანძილზე იყო შეთანხმება საფრანგეთმა, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა შეუთანხმდნენ იმ დროინდელ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინას მთლიანად, რომ ვინც ამიერიდან უკრაინას ომს გამოუცხადებდა, ისინიც ავტომატურად ჩაერთვებოდნენ ომში, თუმცა ახლა მასე არ ხდება და ამ პირობას არც ერთი ქვეყანა არ ასრულებს. ხო, ეს ისე რომ ვთქვათ. და მეორე თავარი ეგ არაა რა, ვინ ასრულებს ამ პირობას და ვინ არა. თავარი მანდ არის რომ ქონდა ატომური იარაღი და ამიტომაც იყო ეგ რაც იყო. და ახლა ატომური იარაღი აღარ აქვს პარტიად, ახლა უკრაინას მარტო იმიტომ ეხმარებიან რომ რუსეთი დაასუსტონ, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ რუსეთი კი შესუსტდა თითქოს და მაგრამ რა არის იცი მაგ ომში მაინც გაიმარჯვებს რა ანუ კი ვიცი რომ ახლა უკრაინაო და რაღაცები მაგრამ ჩესნად რომ ვთქვათ საბოლოო ჯამში ანუ ყველანაირი დაანგარიშებით რუსეთი გაიმარჯვებს მაგ ომში მაგრამ იმ ხელა ზიანი აქვს უკვე რომ ანუ თან უკვე რომ ტრამპი ვითომ ჩაერია და რაღაცა მოლაპარაკება ეგ ყველაფერი არ დაიჯეროთ ეგ არის დიდი სისულელე ანუ ვაფშე დაიკიდეთ. არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ როგორც არ უნდა დალაგდეს კარჩი სიტუაცია სოფლიოში, რა. აი მანდ შანსი არ არის რომ რუსეთმა პოზიცია დათმოს რა. აი გამორიცხულია, იმიტომ რომ ტრამპი ეხა თვითონ არ ჩავა და ამერიკულ ჯარს იქ არ ჩაიყვანს, გამორიცხულია ეგ. ევროპა თავის არმიას მანდ არც გააგზავნებს, არც თვითონ არ გააძლიერებს არმიას. და ნახე როგორაა გერმანიის მოსაზრება რა. ხა შენ გერმანული არც არ გეცოდება, მაგრამ ნახე გერმანიის მოსაზრება არის ეგეთი. სულ რომ ეს ომი ისე დასრულდეს, როგორც რუსეთს უნდა და ისე აიღოს ტერიტორია, როგორც მას უნდა. ანუ გერმანიამდე მაინც დიდი გზა აქვს. მაქსიმუმ პოლონეთს შეეხო. ანუ სულ რომ უკრაინა გაანადგურდეს, გერმანიამდე არასოდეს ეგ მუხტი არ ჩავა. გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, გერმანია სულ არ კიდია უკრაინაში ვინ იხოცება და ვინ არა. მისი ხალხი მშვენივრად არის ცხოვრობენ და საერთოდ არ აპირებს რომ სამხედრო შეიარაღება გააძლიეროს. არა მაგის პროპაგანდაც ხონდა რა, აი აძლიერებს სამხედრო შეიარაღებს რაღაც ყალებები, მაგრამ სისულელეა, იმიტომ რომ ეგ მაგის უკეთებელი არა. შანსი არა. საფრანგეთს რაც შეეხება მაკრონი არ მიყვარს,
ვერ შევიყვარებ და ჩემ გარშემო მე ვისაც ვუწევ არავის მაკრონი არ უყვარს. ალბათ იმიტომ რომ მაკრონია მაგის ყველაფერი რა ვიცი. და როგორ ხარ? ფრანგული ზოგადად მომწონს რა ლამაზი ენა, როგორც ენა, ნუ გერმანული არის ბარბაროსული ენა და არ მომწონს. და არასოდეს არ მომწონდა მე გერმანული, მაგრამ ფრანგული ლამაზი ენა, მაგრამ ფრანგები არ მიყვარს, იმიტომ რომ დაიკარგა ფრანგული როგორ თქვა? აი ნაპოლეონმა იცოდა იქ კარგად რა, მაგრამ ახლა მოიცა ვთარგმნო. ნაპოლეონის ერთი ეგეთი ფრაზაა, რომ საფრანგეთი მანამ იქნება ძლიერი, სანამ სათავეში ფრანგები იქნებიან. ნუ ამით რეალურად ხაზი გავუსვათ თავის იმას, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს რა? ანუ მარტივად რო ვთქვათ, სანამ ფრანგებიო და ესენი უკვე ფრანგები აღარ არიან ახლა ვინცა ხელისუფლებაში. ნუ მაკრონის არა სუფთა ფრანგი, ანუ თუ მაკრონის იმას გამოიძიებთ რა, გენეტიკას. სუფთა ფრანგი არაა მაკრონი. არც მაკრონი არა სუფთა ფრანგი, და ახლა საფრანგეთში არის ზუსტად მაგის უმცირესობა. სუფთა ფრანგები უკვე აღარ არიან რა, იქ უკვე შავკანიანები, ფრანგები არ ყოფილან არასოდეს შავკანიანები. ეგ ვინც არ უნდა გითხრათ, არ დაიჯეროთ. არასოდეს ფრანგი შავკანიანი არ ყოფილა. სანამ ნუ არ ჩასახდნენ ისინი აფრიკელები იქ და არაბები და ინდოელები და რა ყველაფერი. ეგ არის მის ბრალი რომ არალეგალ მიგრანტებს იღებენ რა და მე მაცხაშოს მინდა რომ საქართველოში გატარდეს რეფორმა და არალეგალი მიგრანტები ვინც არიან აღარ შემოვუშვათ. ელემენტარულად პასპორტი მაინც ხომ უნდა კონდეს. ან ვიზას მართლა რაში ურტყავი? რამდენი ინდოელია შემოსული ანუ და პასპორტიც არ აქვთ. და ენა მაგათ ვარიციან. ანუ მართლა სირცხვილია. ბიჭო, მე რო ჩავდივარ საფრანგეთში, მე ვიცი ცოტა ფრანგული, რომ ელემენტარული პატივისცემაა. სადაც ჩადიხარ იმათი. სამხრეთ ამერიკაში რომ ჩავიდე, სამხრეთ ამერიკაში ეგრეა რა, ესპანური ცოტა მაინც ხო ვიცი. ელემენტარულად ესპანურად იმას მაინც ვიზავრო, მივახვედრებ ტიპს რა უნდა. თუნდაც ახლა ჟესტიკულაციები გამოვიყენო, მაგრამ ხო მივახვედრებ. და ეგენ მაგასაც ვერ აკეთებენ. იმიტომ კი არა ნახე, იმიტომ კი არა რომ რაღაცა ის არის რა, უბრალოდ არ სჭირდებათ. ხვდები? მათ უკვე სურვილზე აღარ არ სჭირდებათ. რა სჭირდებათ ქართული სწავლა, როცა საქართველოში სადაც თავისუფლად ჩადიან. თან აქ იაფიან სასტუმროში ჩავიან და ეს არ ქსენოფობიური მათ არ გაიგოთ რა, უბრალოდ მე მაგ პრობლემა არალეგალ მიგრანტებთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას აშავებენ. კი ახლა თქვენი თქვით რომ ომი და გამოქცეულები სიღარიბეს გაურბიან რაღაცები, მაგრამ არა ამასე. ანუ მასე საერთოდ არა. და ვიცი რასაც იტყვით, მაგრამ ნუ ეგ არის მაგარი სისულელე, რომ იცი რა, ეგენი სიღარიბი და გამოიქცე ჩვენ რა აშენებული ქვეყანა ვართ? რომელი გერმანია ჩვენ ვართ მართლა, ან შვეიცარია, რა ვიცი ეგეთი რაღაცა. არა არც გერმანია და შვეიცარია არ უმწოს დიდად. მე ვაჩები საქართველოს მირჩევნე, მაგრამ ეგ პატრიოტიზმის გამო რომ ეგეთი ვარ უბრალოდ. თელ ცხოვრება ეგეთი ვარ, ეხლა გამიცანი, ხო და მათგანი სხვა რაღაცაა რა, ანუ რეალურად ნახე, აქ იმიტომ ჩამოდიან რომ კი აქ ბევრად უკეთეს გარემოა ვიდრე ინდოეთში მაგალითად, მაგრამ ეგ ანუ ნახე როგორა ენა ხო უნდა იცოდნენ. რო ჩამოდიან რა ენაზე ლაპარაკობენ თუ გაქვთ. რუსული არ იციან. ანუ ჯერ გავიგე ხა რომ ბევრი იტყვის აი რუსული რატო უნდა იცოდნენ, რუსეთი ხომ არ ვარ და რაღაცები, მაგრამ ბიჭო რას ნიშნავს ეგ? ჯერ ერთი ენა უნდა იცოდე აუცილებლად, მაგრამ მაგას არ გულისხმობ, ანუ აბა ინდური მე არ ვიცი. არც მჭირდება რომ ინდური ვისწავლო, ანუ ინდოეთში მივდიოდე და ინდური ვისწავლო მაგის გამო, კიდე მესმის. ანუ იქ ჩავიდე და ვიღაც ველაპარაკო, მაგრამ მე ვარ საქართველოში, ხო? საქართველოში არის მეტყობა ქართულად. ანუ მე ინდურის სწავლა არ მევალება. ხო და ინგლისურიც არ იციან. რუსული აქ ვიღაცება რუსული ხო ვიცით. კაი, გავიგე რა ხა ახალგაზრდობას უფრო ინგლისური აინტერესებს რა, მესმის ეგ, მაგრამ ვიცი რუსული ვიცით. იმათ ხო შეგვიძლია რომ რუსულად ველაპარაკოთ. გველაპარაკოს რა პრობლემა? ანუ მე მაგის პრობლემა არ მაქვს რა, ანუ კიდევ ერთხელ ანუ რუსებთან რუსულად არ ვლაპარაკობ. ანუ ვისაც გინდათ გითხეთ, რუსებთან რუსულად არასოდეს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეხლა ვიღაცა რომ ქართველებმა რა იცის რუსული და მეც რომ რუსული ვიცი და არ მინდა რომ სხვამ გაიგონოს, აი ველაპარაკებ. ხვდები ახლა მე მაგათად რუსული რომ არ დამოვიწყდეს, საჭიროა რომ ვიღაცას რუსულად ველაპარაკო რა. ანუ ეგ არის ენა და გავიწყდა ქართულად ეს ნახე მე რომ ქართველი ვარ, ქართული ვიცი, მთელი ცხოვრება ქართულად ვლაპარაკობ და მე რომ ახლა უცხო ენაზე მიწევდეს 1-2-3 წელი ლაპარაკი ისე რომ ქართულზე არ მომიწევს ლაპარაკი, აუ სადღაც მაინც დამავიწყდა, იმიტომ რომ 2 საათი რომ ვილაპარაკე რუსულად მე
2 საათის მერე დამავიწყდა ქართული და ხა 3 წელს მერე ხო წარმოგიდგენი და მე როგორ ვიხსენდი ის ქართულს აი ეს ქართული აი რთულად გადმოვედი იმ რუსულად რო ლაპარაკობდი იმის გამო ხვდები როგორი რთული რაღაცაა და ინგლისურად ეგენი არ ლაპარაკობ იმიციან ინდური არ ვიცი რა ახლა და ის მეუბნება კიდე ვიღაცა ინდოელი ხოფის ბაზრობას ეძებდა ახლა მითხარი ხოფის ბაზრობა ჯერ ხოფა როგორ თქვა ეგეც მაინტერესებს მაგრამ ეგრო დავიგებოთ ანუ ხოფის ბაზრობას ეძებს და ის უხსნი და მაინც ვერ იგებს ინგლისურად აუხსენი რუსულად აუხსენი ინდური არ ვიცი ინდური რა დამეხსდა ფრანგული მაგარ არის ესპანური მაგარ არის გერმანული მაგარ არის ინგლისური არის რუსული არის არაბული ფიქრს არ ვიცი მაგრამ თურქული მაინც ხო ცოდნო და თურქული ხო ვიცი მაგრამ არა და მე ვუთხარი რა მეთქი ინგლისურად ვუთხარი აქ არის მეთქი რა და არ ესმის რუსულადაც ვუთხარი მეთქი ზეს და ინგლისურად და ის არის და კაროჩე ვებაზრე მაგრამ არ ესმის კაროჩე ჩავწყვიტოთ ხა ეგ და დაუბრუნდით იმას რა ანუ არ მომწონს ეგეთი რაღაცები რა არ მიგრანტები ახლა თემას ძალიან გადავუხვიეთ მოკლედ დაუბრუნდით იმას რა რატო არ მომწონს არალეგალი მიგრანტები ძალიან ემოციებში რა შევიჭრათ არაბები მაგალითად რომლებიც ჩავიდნენ რა ქვია იმაში თუნდაც ნორვეგიაში რამდენი ხალი გაუპატიურეს იცი იქ თავდასხმები ჭუბები რა ქვია საერთოდ უამრავი ფრანგი საფრანგეთში შეეწირა და პოლიციელი მოკვდა ოღონდ რის გამო მოკლედ ინდოელები კი არა და უკვე ამეგვია და არაბები ცეკვავდნენ რაღაცას ხმლებით რა მაგათ რაღაც ტრადიციული ცეკვავთ ხმლებით ის შიშვლეს ეს ხმლები და ცეკვავენ რა რაღაცა დაუკრეს და ცეკვავენ ხმლებით და მიადგეს ფრანგი პოლიციელი მივიდა და უთხრა არ შეიძლება ქუჩაში ხმლებით ასე ისა რა თუნდაც ცეკვა იყოს არ შეიძლება შენ ქვეყანაში რო იყო და შენ ტრადიცია ბაზარი არა მაგრამ აქ ჩვენი ქვეყანაა ჩვენი წესებია ხმლები ჩადეთ არ შეიძლება უთხრა ფრანგულად და რა ქრეს ამათვა იმის მაგალითად ხმლები ჩადეთ დაჭერეს ის კაცი ერთ-ერთ მაგრამ ახლა არ ახსოვს იმის სახელი ან მაგის სახელს ადამიანმახსოვრებინებს 5 წუთი მარტო მაგის სახელს თქვას უნდა მოკლედ დაჭერეს ის პოლიციელი მე საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ მოკვდა ვეღარ გადაარჩინეს რას გადაარჩენენ გადამრიე 100 კაცი იყო ხმლები შეიარაღებული რას გადაარჩენენ პისტოლეტის ამოღებს ფულაც არ აქტივს ყოველ მართლა რა სისულელია ჩემი აზრით პოლიციას უნდა ქონდეს იარაღის გამოყენების უფლება უკიდურეს შემთხვევაში მაინც ბიჭო ტემპი ახლა 100 კაცი რომ გიდგას ხმლებით და არ გემორჩილებიან იქ იარაღი უნდა მოიღო ანუ აბა რა უნდა ქნა ვერ გავიგე ანუ აბა უნდა დაელოდო როგის დაგჭირა და დაგბრიდავე რას მებაზრებიში ნორმალური თუ ხარ ბიჭო არა ყველაფერი მესმის მომისმინე ნახე არა ამას შე როგორც იზახ შეხედე მესმის რომ პოლიციელია და არ უნდა დაჭრას ვიღაცა და ცუდი მაგალითად არ უნდა მიცეს ვიღაცა თუნდაც პოლიციელი არის კანონზე ეტავენ რაღაც სულელები მაგრამ ბიჭო 100 კაცი რომ შეიარაღებულია და არ გემორჩილებია აბა რა უნდა ხარ ერთი ხო უნდა გაისროლო თუნდაც ფეხში რომ ესროლო ვინმეს ეგ არა პრობლემა ახლა მედიცინა ისეა გამთავრებული თუნდაც ისე ამოუღებენ და იმ ნერვს ისე გაუყუჩებენ და იმასია რა და მაგაზებს მომ პოლიციელებს იარაღს ართმევენ და ჟეტონს იმის გამო რომ გაანეიტრალა საფრთხე ეგეთი ისინია რა რეალურად პრობლემები და ეგეთი არის ყველგან და მე მაგიტო ვემხრობი რომ არა ლეგალ მიგრანტები ქვეყანაში არ უნდა შემოუშვათ და ვინც არიან ნუ ეტაპობრივად გავუშვათ ქვეყნიდან აი პოლონეთი სხვათა შორის პოლონეთი კარგი მაგალითია მაგის ძალიან კაი ქვეყანა პოლონეთი მე ძალიან მომწონს არიან ძალიან პატრიოტები და დამატებით არიან ძალიან ჭკვიანები მაგ მხრივაც რომ როცა საფრანგეთმა მიიღო არალეგალ მიგრანტები თუნდაც სირიელები არაბები და ასე შემდეგ არაბები და სირიელები ერთ და იგივეა მაგრამ ეხლა მაგას არ ჩავყვეთ მაგათ ისტორიაზე მე ვილაპარაკოთ თუ სურვილი იქნება მათ თავარი სხვა რაღაცა მოკლედ როცა ნახეს საფრანგეთში რომ გადაწვეს ყველაფერი არაბებმა და გაანადგურეს მერე რა თქმა უნდა ნუ ახლა ამათაც მიხვდნენ რა რომ არ შეიძლება არალეგალ მიგრანტები შეუშვა ოღონდ აქ ნახე ეს არა რასიზმი რა ვიღაცება შეიძლება თქვას აი შავკანიანები და რაღაცა მაგრამ არა ამასე
რა ფერადკანიანები ანუ ფერადკანიანები რას ნიშნავს ანუ ლურჯი კანია აქვთ თუ რას მეუბნები ბიჭო მომისმინე ნიგერებს ხوار ვეძახი ეხა იქ მესმის რომ ეხა რასიზმი იყო ამერიკაში და რასიზმის ხობლები იყო და რაღაცა მესმის მაგრამ ჯერ ქართველი და რასიზმი ვინ გაიგონა რუსები არ იცვლებიან აქვე ვაფიქსირებ რუსებს შეგიძლიათ აგინოთ აფრთხოთ რაც გინდათ ისაკეთოთ ეგ არაა პრობლემა ანუ ეგ არაა რასიზმი იმიტომ რომ ეგენი მტრები არიან ეგ სულ სხვა რაღაცაა ხო ეს დავაფიქსირეთ ახლა ნახე შავკანიანები და რაღაცები კი არაა პრობლემა მანდ რა ნახე მან პრობლემა რა არის ხოდა კონდეს ის რა პასპორტი მაინც დაუშვათ ახლა ტიპს ვიჭერ რა არა ლეგალი მიგრანტი რო შემოდის იმას არც პასპორტი არ აქვს არც ენა არ იცის არაფერი და ანუ ეგეთ ტიპი რო დაუშვათ და ვიღაცა დაბრიდა დაუშვათ რა ვიღაცა მოკლა ანუ მე რითი ასამართლებ სერიოზულად არა ვერ გაასამართლებ არა ვერ იზამ ნახე როგორ რაღაცა მანდ ანუ კანონის იმით რო ჩაყვე რა ვერ გაასამართლებ არ შეგიძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შენ ვერ გაასამართლებ და იმას პასპორტი არა აქვს და შენი ენა არ ესმის როგორ გაასამართლებ ხაი ანუ შენი ენა არ იცის შენი ენა რო არ იცის ეგ უკვე კომუნიკაციის პრობლემაა ხვდები ანუ მანდ უკვე იქნება ერთი პრობლემა კომუნიკაცია როგორ დაელაპარაკები და როგორ აუხსნი შენ კანონებს მან უკვე მეორე პრობლემა ის არის რომ შენი ქვეყნის მოქალაქე საერთოდ არაა და შენი კანონებიც ნაკლებად ეხება გავიგე ხა უნივერსალური კანონია რო არ შეიძლება მაგრამ მე სხვა რაღაცას ვიძახი ზოგადად რა გასამართლებს ამ ბავშვი მან ბევრი რაღაცაა და არალეგალი მიგრანტები არ რა ჯანდაბა ჭირს მე ვერ გავიგე რა არ ჩაიწერა რაც ვიბაზრე ანუ დროთა განმავლობაში რაღაცები არ იწერება და ეგ პატარა დიდი პრობლემაცაა მაგრამ დროთა განმავლობაში ეგეც მოგვარდება რა იმედი მაქვს რომ უკეთეს მიკროფონი ბზავითრებ всё ხო რა სიტყვი მე მგონი შენერი გამოვიდა ხო და ლაიქეთ და კომენტარით პირველ პოდკასტში რა გინდა რამდენი თემას ვილაპარაკე ახ ხო არ გინდეთ ბიჭო მართლა ანუ პოდკასტია ის კი არა ნუ ვიდეო პოდკასტი რა რავი რაც ქვია რაც გინდა ის დაუძახე